წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული სწორედ იმიტომ არის სახელდებული პირველწოდებულად, რომ უფალმა იესო ქრისტემ მას პირველს მოუწოდა, რომ შესდგომოდა. ეს მოხდა გალილეაში, ზღვის ნაპირას, როდესაც უფალმა მოუწოდა მას. მოვედით და შემომიდექით მე და ყვენ თქვენ მესათხევლე კაცთა. ანუ მოდით ჩემთან და მე გაგცევთ ადამიანთა მებადურებათო, რადგან წმინდა ანდრია მოციქული, როგორც ცნობილია, იყო მებადური. მაცხოვრის ამაღლების შემდეგ, როდესაც წილი ყარის მოციქულთა საქადაგებლად, ღვთისმშობელს ივერიის მოქცევა ხვდა წილად, მაგრამ რადგან მისი მიცვალების შამი მოახლოებულიყო, უფალმა ძე ღვთისამ უბრძანა იერუსალიმში დარჩენილიყო. საქართველოში კი ანდრია პირველწოდებული გაეგზავნა თავისი ხელთუქმნელი ხატით. ყოვლადწმინდა ქალწულმა მოუწოდა წმინდანს და ღვთისნება აუწყა. შემდეგ ფიცარი მოითხოვა, დაიბანა პირი და დაიდო პირსა ზედა თვისსა. ფიცარზე ღვთისმშობელი გამოისახა ყრმა იესუთი. ეს სიწმინდე ზეციურმა დედოფალმა ანდრიას გადასცა და დიდ ღვაწლს შემდგარი აკურთხა. წმინდა ანდრიამ გაიარა საბერძნეთი, მცირე აზია, შემდეგ კი შავი ზღვისპირეთს მიაშურა და შევიდა დიდ აჭარაში. ნეტარს მრავალი განსაცდელი დაატყდა თავს ურწმუნოთაგან, მაგრამ ღვთისა და პატიოსანი ხატის მეოხებით ყველაფერი მადლობით დაითმინა. იმ ადგილას, სადაც მოციქულმა ღვთისმშობლის ხატი დაასვენა, წყარო აღმოცენდა, ხოლო ამ სასწაულმა მრავალ წარმართს გაუნათა გონება და შეუდგნენ ქრისტეს. მოციქულმა ახალთმოქცეულებს დაუდგინა მღვდლები და დიაკვნები. ააგო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარი, სადაც ფიცარზე ზეციური დედოფლის ნაბოძები ხატიდან სასწაულებრივად გადასული ასლი დააბრძანა. ამის შემდეგ უფლის რჩეულმა გადაიარა ფერსათის მთა და აქ ჯვარი აღმართა. მოციქული შემდეგ სოფელ აწყურში მივიდა, რომელიც ადრე სოსანგეთად იწოდებოდა. ამ დროს ამ მხარის გამგებელი იყო ქვრივი სამძივარი, რომელსაც ერთადერთი ვაჟი ჰყავდა და იგი ახალი გარდაცვლილი იყო. ქვრივს შეატყობინეს, რომ იქ იყო ერთი ადამიანი მისული, რომელიც უცნობ ღმერთზე ლოცულობდა. ამ ცნობამ მას გულში იმედი ჩაუსახა და თავისთან იხმო ანდრია. წმინდა ანდრიამ ქვრივი დედაკაცის ერთადერთი ძე ლოცვით მკვდრეთით აღადგინა. გახარებულმა ქალმა მადლობით ირწმუნა იესო ქრისტე და რა თქმა უნდა მოინათლა თავის ვაჟის შვილთან ერთად. შემდეგ წერილი მისწერა სამცხის მთავრებს. ამ ამბავს ატყობინებდა და ყველას თავისთან იხმობდა. მოვიდნენ საკერპოს მსახურნიც. ხალხი ორად გაიყო, ნაწილი იძახდა, რომ თვითმარქვია იყო ეს ადამიანი. ზოგი კი უფრო სარწმუნოდ თვლიდა ანდრიას გადაგებას და ღმერთისკენ მიდიოდა. ტაძარში გადაწყვიტეს საბოლოო ჯამში, რომ ხატი და კერპები შეებრძანებინათ რაღაც ოთახში და გარეთ ელოცათ ადამიანებს. მეორე დღეს, როდესაც შევიდნენ, დაინახეს, რომ კერპები იყო განადგურებული, ღვთისმშობლის ხატი კი ბრწყინავდა. ამის შემდგომად მან გზა განაგრძო კლარჯეთში, პართეთში, შემდეგ იქადაგა სომხეთში, შემდეგ კი დაიღალა და იერუსალიმში წავიდა. იერუსალიმიდან ანდრია სვიმონ კანანელთან და მატათა მოციქულთან ერთად ისევ საქართველოში დაბრუნდა. ისინი ქართლში შევიდნენ, განამტკიცეს ქრისტიანობა და იყვნენ სამეგრელოსა და სვანეთში. სიმონი და ანდრია აფხაზეთში წავიდნენ, ხოლო შემდეგ ჯიქეთის მკვიდრმა მოსახლეობამ, ვისაც არ მოეწონა ეს ადამიანი, ანუ ანდრია, არა მარტო არ მიიღეს ქრისტიანობა, არამედ მოციქულის მოკვლაც განიზრახეს. მათი სიჯიუტე და უხეში გონება, რომ დაინახა მოციქულმა, მიატოვა ისინი. წმინდა ანდრია მოციქულის კვითთა ქვეყანაში, დღევანდელ რუსეთში ყოფილა, მდინარე დნეპრს აღყოლია იმ ადგილამდე, სადაც ამჟამად ქალაქი კიევი მდებარეობს. უკანასკნელი ქალაქი, სადაც მოციქულმა იქადაგა, იყო პატრა, საბერძნეთი. წმინდანის ლოცვით ამ ქალაქში უამრავი ადამიანი მეექცა ქრისტეს სჯულზე, მაგრამ ქალაქის თავი ეგეატი
კვლავ ერთგული რჩებოდა სულელი ღმერთების. ღმერთო ხელისუფალმა ბრძანა. ჯვარს ეცვათ უფლის რჩეული. წმინდანი სიხარულით შეხვდა განაჩენს და თავისი თავიდა ჯვარზე. ტანჯვა რომ გაეხარგრძნილებინა ეგაეტმა ბრძანა ძელზე კი არ მიელურს მათ, არამედ ჩამოეკიდათ. წმინდა მოციქული 2 დღე ქადაგებდა ჯვარზე გაკრული. შემდეგ გადაწყვიტეს რომ ჩამოეხსნათ, მაგრამ მოციქულმა ღმერთს შესთხოვა რომ ჯვარზე აღსრულებულიყო და ღმერთმაც შეუსრულა ეს სურვილი. გულდასაწყვეტია რომ ხშირად ჩვენი ისტორიის აუბედითობის გამო ჩვენი ეკლესიის სამოციქულო წარმომავლობა ეჭქვეშ დგებოდა ხოლმე. ამის დასტურია გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაში აღწერილი ერთ-ერთი ეპიზოდიც, სადაც წმინდა გიორგი მთაწმინდელი ანტიოქიის პატრიარქის წინაშე შემდეგი სიტყვებით იცავდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას. წმინდაო მეუფეო, შენი იტყვი, თავის ამის მოციქულთა ისა პეტრეს საყდარზე ვზივარო, ხოლო ჩვენ პირველწოდებულისა და ძმისა თვისისა მწოდებლისა ნაწილნი ვართ და სამწყსონი და მის მიერ მოქცეულნი და განათლებულნი. და ერთი წმიდათა 12-თა მოციქულთაგანი სვიმეონს ვიტყვი კანანელსა, ქვეყანასა ჩვენსა დამარხულარს აფხაზეთში. ამას წმინდა მოციქულთა განათლებულნი ვართ და ვინაითგან ერთი ღმერთი გვიცნობიერს არღარა უარ გვიყოფიეს და არცაოდეს წვალებისა მიმართ მიდრეკილარს ნათესავი ჩვენი და თუ კი არს ვინმე დავწყევლით და შევაჩვენებთო. ამას საფუძველსა ზედა მართლმადიდებლობისასა და მცნებათასა და ქადაგებათაზე და წმინდათა მათ მოციქულთასა მტკიცედ ვართო. შევთხოვოთ ანდრია პირველწოდებულს, რომ ყველაფერი კარგად